მოგესალმებით. ეს ჩვენი მარათონის მეექვსე დღეა. ამ მარათონში როგორ შეიძლებოდა არ შევხებოდით ჯანსაღ ცხოვრებას და ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. გონი ზედმეტი ახსნა არ არის საჭირო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური სიჯანსაღე იმისათვის, რომ იყო პროაქტიული, ხალისი ჰქონდეს რაიმეს შექმნის, მარტივად არ იღლებოდე მუშაობისას. შესაძლოა აქ არ მოგცე საფუძვლიანი გაიდლაინი, თუ როგორ ებრძოლო სერიოზულ პრობლემებს ჯანმრთელობასთან, თუმცა შემიძლია პატარა მიკროჩვევები და მიდგომები გაგიზიარო, რაც ფართომასშტაბურ სურათზე კარგ შედეგებს მოგცემს. ზოგჯერ პატარა მავნე-ჩვევაც კი შეიძლება იყოს ჩვენი მუდმივი დაღლილობისა და უენერგიობის მიზეზი. დილა არ დაიწყო აჩქარებულად, ანერვიულებულად და დატვირთულად. არ გაიღვიძო ბოლო წუთებში, რომ უცებ უნდა ჩაიცვა, გაემზადო და გაიქცე სამუშაოდ. სჯობს ღამე ხარისხიანი ძილი მიიღო, მიეჩვიო ადრე გაღვიძებას და წესად აქციო, რომ დილით პირველი საკუთარი თავით იწყებ და არა საქმიანობით, ან სხვა პასუხისმგებლობებით. იმას დიდი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაინც არ გეგულება, რაც საკუთარ თავზე ზრუნვაა. შეარჩიე დილის 20 წუთიანი რუტინა, სადაც მოახერხებ მიიღო საჭირო დანამატები, შენი ჯანმრთელობისთვის თუნდაც მცირედი მოქმედება გაიმეტო, მაგალითად ჯანსაღი საუზმე მიირთვა. მესმის, როდესაც აქტიური ცხოვრება გაქვს, რთულია მუდმივად დაიცვა კვების რეჟიმი, თუმცა დილით მაინც უნდა მოახერხო, რომ ჯანსაღად დაიწყო. ეს იქნება მთელი დღის ენერგიის გარანტია. არ დაიტვირთო თავი დროებითი ენერგიის ბუსტერებით. დროთა განმავლობაში მეტად დაღლად იგრძნობ თავს. არც ის ჩათვალო, რომ მთელი დღის მანძილზე მხოლოდ კოფეინზე და ტკბილეულზე ყოფნა მოგიტანს სარგებელს. უბრალოდ გამოსცადე ერთი კვირა ჯანსაღად და დაინახავ, თუ როგორ გაუმჯობესდება შენი ენერგიულობისა და ხალისიანობის დონე. ამ თემაზე მომავალში დაელოდეთ ჩემს ვიდეოს, სადაც ჩავატარებ ექსპერიმენტს, როგორც კრეატორი და მსგავსი საქმიანობის წარმომადგენელი, ერთი კვირა ჯანსაღად ყოფნა, ხოლო ერთი კვირა არაჯანსაღი რეჟიმი. თუ მსგავსი ექსპერიმენტი გაინტერესებს, დამიტოვე კომენტარი. მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანიერიდება ისეთ საქმიანობებს, სადაც გიწევს ხშირი ეკრანის გამოყენება და დიდი ხნის მანძილზე კომპიუტერთან ჯდომა. რატომღაც ამ დრომდე ბევრს გვჯერა, რომ ეკრანის გამოსხივებაა მთავარი პრობლემა ჯანმრთელობისა და ენერგიის დაკარგვისთვის. სინამდვილეში კი ჩვენ თავად არ ვიცით, როგორ მივხედოთ საკუთარ თავს აქ. ჩვენთვის გამოწვევაა ხანგრძლივი ჯდომა, თვალების გადაღლა, დაძაბულობა, მუდმივი ნერვული სისტემის სტიმულირება და ძილის დარღვევა. თუ ჩათვალე, რომ ღამის გათენება და მუშაობა კარგი იდეაა, ეს ნებისმიერ საქმიანობაში არაჯანსაღია, თუნდაც ეკრანთან არ მუშაობდე. შეადგინე ეკრანთან მუშაობის ჯანსაღი სისტემა. გამოიყენე 90-15-ზე პრინციპი, ანუ 90 წუთი სრული ფოკუსირება საქმეზე, 15 წუთი ეკრანის გარეშე ყოფნა. გაიხედე ფანჯარაში, გაიარ გამოიარე ან პატარა ჩანახატები გააკეთე ფურცელზე. ასევე ყოველ 20 წუთში რამდენიმე წამის განმავლობაში მოშორებით დააკვირდი ობიექტს. დაიცავი ეკრანის ჰიგიენა, ატარე თვალებისთვის დამცავი სათვალე. ეკრანი ძალიან ახლოს არ დაიდო, ტექსტი და ვიზუალები დააყენე კომფორტულ ზომაზე. თუ ხანგრძლივი ჯდომა გიწევს, გამოიყენე ორთოპედიული ბალიში სახსრებისთვის. ასევე შემოიტანე ისეთი ალტერნატივები, რაც არ ანაცვლებს საქმიანობის ეფექტურობას, თუმცა შესაძლებლობას გაძლევს ეკრანს ცოტახნით მოარიდო თავი. მაგალითად, იდეებისა და გეგმების ჩამოწერა დაიწყე ქაღალდზე, ან სეირნობისას აუდიო ვერსია ჩაწერე ეკრანის ყურების გარეშე. წაიკითხე წიგნები შენ საქმიანობაზე ქაღალდზე, ან უსმენე მათ აუდიო ვერსიას სეირნობისას. შეგიძლია საინტერესო პოდკასტებსაც მოусმინო სეირნობისას წიგნებთან ერთად. და ძალიან მნიშვნელოვანია, დაძინებამდე არ უყურო მინიმუმ 30 წუთი ეკრანს. ასევე დღისით დაწერე კონკრეტული დრო, თუ რომელ საათზე დაუწესებ საკუთარ თავს ეკრანისგან შესვენების პერიოდს. მე მაგალითად საღამოს 4 საათიდან 5 საათამდე ვაკეთებ შესვენებებს კვირაში 3 ჯერ. დაიცავი საკუთარი თავი ნეგატივისგან. არ ჩათვალო, რომ მენტალური სისუსტეა, თუ კი შენზე მოქმედებს სოციალურ მედიაში წამოსული ნეგატიური კომენტარები და შეფასებები. კლიენტების უკმაყოფილება მუდმივად იმის აუცილებლობა შენ საქმიანობაში რაღაც შეცვალო და ახალი დანერგო. აქ ხსენებული ფაქტორები დიდი ხნის მანძილზე მოქმედებს შენს საერთო ემოციურ ფონზე. ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მუდმივად ჩართულები და წარმატებულნი არიან, დროთა განმავლობაში სწავლობენ ამ ყველაფერთან გამკლავებას, თუმცა შენ დასაწყისშივე შეგიძლია ისე ისწავლო ამ ყველაფერთან მუშაობა, ისე რომ არასდროს მიხვიდე მენტალურ გადაწვამდე. დაიცავი ეგრეთ წოდებული ინფორმაციის დიეტა. გაწმინდე სოციალურ ქსელებში საკუთარი სივრცე ისე, რომ არასაჭირო ინფორმაცია მაქსიმალურად შეამცირო. წინასწარ განსაზღვრე კონკრეტული წყაროები, თუ საიდან მიიღებ ინფორმაციას და რა დოზით. უშუალოდ შენს საქმიანობაში წამოსულ ნეგატივთან კი გამოიყენე რეაქტიული ფანჯრის მეთოდი. არ უპასუხო და არ ჩაერთო კომენტარებში მაშინ, როდესაც ემოციურად მწვავე მოქმედების ქვეშ ხარ.
ასევე ისწავლე ნეგატიური შეფასებების ობიექტურად დანახვა. უმეტესობა მათგანი უბრალოდ შენს გასაბრაზებლად არის დაწერილი და არ შეესაბამება რეალობას. ისწავლე შიდა და გარე რეალობის გამიჯვნა. ონლაინ რეაქციები არ შეესაბამება შენს რეალურ ღირებულებას. ასევე მარტივჩევად გაიხადე, რომ მსგავსი ემოციები გადმოიტანო ფურცელზე. მარტივად დახატე შენი ემოციები და აზრები. ან უბრალოდ დაწერე მოკლედ, თუ რა მოხდა და რა რეაქცია გამოიწვია ამან შენში. ჩემი საუკეთესო რჩევა იქნება, რომ ტექსტი დაწერო მესამე პირში, მოკლედ და ცივად. მაგალითად, თუ მე დამიწერა ვინმემ ნეგატიური შეფასება, ვიღებ კალამსა და ფურცელს და ვწერ. ლიზას სოციალურ ქსელებში დაუწერეს, რომ ცუდ კონტენტს დებს. ლიზას ეს არ მოეწონა. და რატომ ვაკეთებთ მსგავსი მეთოდით? გაგიშტება შეკითხვა. მარტივად გიპასუხებ. ასე საკუთარ თავში ახსენებ, რომ მსგავსი სიტუაცია საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ იტევს და შენ უკვე მას გარედან უყურებ და აფასებ. შესაბამისად, მეტად ობიექტურად ხედავ მას. დააწესე ეგრეთ წოდებული ციფრული საზღვრები. ხანდახან გამორთე შეტყობინებები, საღამოობით ჩათები და ხურე. როდესაც საკუთარ შესვენებას იღებ, აღარ დაუბრუნდე საქმეზე ფიქრს იმ პერიოდში. დაიმახსოვრე. აქაც საზღვრებს შენადგენ და შენ განსაზღვრო თუ კონკრეტულად რა ტიპის პატარა რიტუალები თუ ჩვევები დაგეხმარება ყველაზე მეტად მსგავს სიტუაციებთან ბრძოლაში. გმადლობთ, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. შეგახსენებთ, რომ ხვალ უკვე გვექნება მარათონის მე-7 დღე, ამიტომ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. აბა დროებით.